რომ ხელისუფლებამ დაიწყო შტურმი, იგი გულისხმობდა კარუსელებს და მისივე კანდიდატი ლალი მოროშკინა ამბობს ზუსტად იგივეს, ის ახლა პირდაპირ ეთერშია ლალი. მოგესალმებით, იმედი მაქვს აგიტაციის გარეშე ჩაივლის ჩვენი ინტერვიუ და თქვენ იცით წესები, რომ არ უნდა მოხდეს პირდაპირ ეთერში თქვენი მხრიდან პარტიის აგიტაცია. რა დარღვევებზე საუბრობთ თქვენ? ნაძალადევში იყრის ლალი კეის. მადლობა, დიდი მადლობა ეთერისთვის და მე მიმართავ ნაძალადების რაიონს მხოლოდ და მხოლოდ არა აგიტაციის მიზნით, არამედ რომ შვიდობა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ იქ ისეთი ხდება, რომ დღის ბოლოს სისხლი დაიღრება თუ ასე გაგრძელდა. მე მოგახსენებთ, თვრალი ოცნების აქტივისტები დადიან, მაგალითად გიორგი გაგნიძე, რომელიც პირდაპირ მთვრალ მდგომარეობაში ხელმძღვანელობს კარუსელის სისტემას, კარუსელს აწარმოებს 3-5-იანით კატაფალკის მანქანა, ასევე აწარმოებს Range Rover NLO 333 ნომრით დაბურული შუშებით. აი ეს ორი მანქანა, რომელიც პირდაპირ კარუსელს აწარმოებენ, ერთ-ერთი კიდევ ერთხელ გამეორდები დაბურული შუშებით არის ქალბატონი გიული ხმიადაშვილი, როდესაც კითხეს უცხოელმა დამკვირვებლებმა თუ ვინ არის, ჯერ თქვა რომ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, მერე თქვა რომ შეეშალა და ბეიჯი აჩვენა და არის ოცნების წარმომადგენელი, რომელიც დგას და ღიად მოუწოდებს ადამიანებს რომ მობრძანდით და მხოლოდ ოცნებას მიეცით ხმა. ანალოგიური ხდება სამღერეთის 3 ნომერში უბანზე, სადაც ღიად ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ძალიან მალე გვექნება ამის კადრები და თუ შესაძლებელი იქნება თქვენი ტელევიზიით ეს კადრები. შეიძლება რომ მოგვაწოდოთ აუცილებლად ეს კადრები და მანამდე მიაწოდეთ თუ არა ოფიციალურად ინფორმაცია ამ დარღვევებთან დაკავშირებით შესაბამის ოლქს. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე 9-ზე მეტი საჩუვარი გვაქვს დაწერილი და ოფიციალურად ყველა გზა გავიარეთ, მაგრამ გეტყვით ერთ რამეს, რომ სოფო კილაძემ, რომელიც არის ოცნებიდან კანდიდატი, მან მოხსნა 32 დამკვირვებელი ოცნებიდან და დააყენა CSKO-ში თავისი ხალხი, რომლებიც უბრალოდ არ იმჩნევენ რა ხდება, ის რაც აუცილებელია გაიაროს ადამიანმა, როდესაც არჩევნებზე შედის, იქაც კი განმეორებით ხდება ერთი და იგივე ხალხის შესვლა. მე არ ვიცი, მე მგონი ასეთი არჩევნები 90-იანების მერე საქართველოში არ ყოფილა, ის რაც ნაძალადევის რაიონში ჩვენ გამოვიძახეთ 2 პატრულის ეკიპაჟი იმისთვის, რომ განემუხტათ სიტუაცია. ანუ ეხლა რაზეც საუბრობ, ყველაფერი აბსოლუტურად ოფიციალურად არის გადაწყვეტილი. გადაეცით ამ დარღვევების. საინტერესოა ერთი რამ, აი ჩვენ წეგან საუბრობდით იგივე კახეთში, სოფლებში რა ხდება და ირმა ინაშვილმა 1 საათის წინ სწორედ აი ამ შტურმზე და კარუსელებზე ისაუბრა. ანუ ლალი, შეგიძლიათ ეხლა თქვათ, რომ კარუსელები გახდა 2016-ის არჩევნებზეც კვლავ აქტუალური და თქვენს მერე ვანო პავლიაშვილი რომ ყავს სტუმრად ქართული სიტყვის რედაქტორი, ჟურნალისტი, მე მას მინდა ვთხოვო, სანამ ლალი ამაზე გვიპასუხებს, გაიხსენოს წარსულში რას ნიშნავდა კარუსელები ქართულ პოლიტიკაში. ლალი, გისმენთ? მე უკვე ოფიციალურად დაგისახელეთ კიდევაც მანქანები, ჩვენ ფოტოები გვაქვს და ვიდეოფირები გვაქვს, ეს კარუსელი ტრიალებს და რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ გაყალბებასთან. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ოცნების კანდიდატმა იცოდა რომ აგებ და ეხლაც აგებს, მაგრამ აქ მისი ღირსების ამბავია, თუ მას კიდევ გააჩნია ღირსება, რომ მეორე ტურში მაინც გადასულიყო. აი რეალურად აი ამიტომ ხდება ასეთი მდგომარეობა. მადლობა ლალი. მადლობა დიდი. დაპირებულ თემატიკაზე მან კონკრეტული გვარები, კონკრეტული მისამართები დაასახელა, რაც მიმდინარეობს ნაძალადევთან დაკავშირებით და ასევე კარუსელი და დაკვირდა კონკრეტულ ფოტო და ვიდეო მასალას. კი, ირმა ინაშვილმაც კიდევ ერთხელ ვიტყვე, ეს ფრაზა თქვა, რომ აი შტურმიო და რას გულისხმობთ შტურმში და დააკონკრეტა კარუსელიო.